სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. შემდეგ კითხვა ძალიან საინტერესოა და ეს ბიბლიური კითხვები და პასუხები ჩაწერილი 1991 წლის 16 ივნის გლენდეილის უბანში, ლოს-ანჯელესში, გარეუბანში, კალიფორნიის შტატში. ძალიან საინტერესო კითხვა არის, რომელზეც ადრეც ისაუბრა ბატონმა ჯონმა, ვინც ჩვენ მოგვდეს და ამას მიდასტურებს ის, რომ გუშინ ახალგაზრდამაც შემახსენა ერთ-ერთი ჩანაწერი, რომელიც ასახავდა ზუსტად ტოტალური გარყვნილების დოქტრინას. და ძალიან მოეწონა მას ეს და ჩემთვისაც მართლა გასაღები იყო ეს, აღმოჩენა იყო, როცა თავის დროზე ალბათ 10 წლის უკან ამას გავეცანი და დღევანდელი კითხვა ზუსტად ანალოგიურს ეხება, რომელზეც საერთო წარმოდგენა არ აქვს და აქ არის ნაბალაკარი კათოლიკური სივრციდან გამოდის პიროვნება და აინტერესებს ეს და ანალოგიურ ზუსტად მართლმადიდებლობაში, რომ მართლმადიდებლური კათოლიკეები ამაზე არ ლაპარაკობენ, იმიტომ რომ მათ გონიათ, რომ გადარჩენა და ხსნა მათზე არის დამოკიდებული. გესმით, აი როგორ არის და მთლიანად აი რადიკალურად ამოტრიალებულია, მე თუ მკითხავთ. და უკვე მე აღარ განსხვავებაა მუსლიმანებსა და თქვენ შორის, ხო? და ბუდისტებსა და თქვენ შორის, როცა უკვე არასწორად იცის სულის ხსნა და გადარჩენა, ეს მართლმადიდებელი იქნება თუ კათოლიკე. და ეს კითხვა ძალიან საინტერესო იქნება და მე მგონი ნაყოფის მომცემი თქვენთვის ყველასათვის. ესეთი არის შემდეგ კითხვა, რომელსაც პიროვნებას სვავს. გამარჯობათ, ჯონ, მე მქვია ფლორა. მე გამახსენდა იშვიათია ჩვენთან ეს სახელი, მყავდა მე ჩემი ნათესავი ძალიან კარგი ქალბატონი, ერთ-ერთი იყო მარტო ფლორა ბებია და ძალიან ბებიას უძახდით მას და ძალიან კაი ქალბატონი იყო, გამახსენა ეს პიროვნება. დიახ, მე მქვია ფლორა და მე მაქვს შეკითხვა, რომელზეც ჩემ დასურდა გარკვეული პასუხი მიეღო. და ფიქრობ, უკეთესია რომ ეს საქმე თქვენ გააკეთოთ, ჯონ. ის სრულიად ახალი ქრისტიანია და ჩვენ როგორც იცით კათოლიკური წარმომავლობისგან მოვდივართ. და მას ცოტა უჭირს იმ ფაქტის გაგება, რომ თქვენ ქრისტიანი, როცა იღებს წმენას, არასოდეს არ დაკარგავს ამ ხსნას, თუნდაც უკან დახევის შემთხვევაში. ასე რომ შეგიძლიათ დაწვრილებით გითხრათ უფრო ამის შესახებ? და ჯონი პასუხობს. ესე იგი, თქვენ გაინტერესებთ, რომ დაგეხმაროთ იმის გაგებაში, თუ რატომ არ კარგავთ ხსნას? დიახ, კარგით. სხვათა შორის ბევრი მიზეზი არსებობს და მთავარი ის არის, რომ ბიბლია არსად არ მიუთითებს იმაზე, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ ხსნა. ვისაც ჯერა, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა, ესეთი ადამიანი ვერასოდეს ვერ იპოვრის წმინდა წერილში ვერცეთ განცხადებას, რომელიც ამას ამბობს. ბიბლიაში არ არის არც ერთი ადგილი, სადაც ნათქვამი, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა. მეორეს მხრივ, ყველგან ნათქვამია, რომ თქვენი ხსნა რამდენ ხანს გრძელდება და ფლორა პასუხობს, მარადიულად. ანუ სამუდამოდ, ჯონი ეუბნება. დიახ, მარადიულად და სამუდამოდ. ახლა, ჩემთვის თავარი საკითხი ეს არის. თუ ბიბლია იტყოდა იმას, რომ თქვენი ხსნა გრძელდება იქამდე, სანამდე თქვენ მას ეჭიდებით და თქვენ მას არ უღალატებთ, ეს ძალიან ნათელი იქნებოდა რომელიმე ბიბლიური მუხლებით. ხომ ასეა? დიახ, ასეა, ჯონ. მაგრამ იქ სრულიად საპირისპიროდ არის ნათქვამი, რომ ის სამუდამოდ გრძელდება. და რამდენი ხანია სამუდამოდ და მარადიულად და ზოგიერთი ადამიანეობს. იცით, რაც შეეხება იმას და ამას, ასე და ისე და ეს გახურებები, რომელსაც მე არანაირად არ ვიღებ. და შემდგომ იწყება ყველა ამის რაღაცა გამოკლება ამისი. და ყველანაირად საერთოდ დაბნეულობაში შედის მე ადამიანი. და იწყებენ ესე ყოველთვის. იცით, მე მყავდა მოხუცი დეი და ის დადიოდა ეკლესიაში, კითხულობდა ბიბლიას, აკეთებდა ყველაფერს და უცებ მან გირა უკან გამოიხმო. ეს გამოთქმა ადრეც გითხარით, ინგლისურში არის, როცა შენ გირაოს უკან გამოიხმობ, ანუ ფარხმალს ყრი და მან დატოვაო ეკლესია. არ დადიოდა უფალთან და ეხლა აგინებს და ბლა ბლა ბლა. ანუ მან უკვე ამითი დაკარგა ხსნაო. მაგრამ ხედავთ, თქვენ ახლა არ შეგიძლიათ ხელახლა განსაზღვროთ ის, რასაც ბიბლია გვასწავლის, თქვენი მოხუცი მამიდის ან დეიდის მაგალითზე. მაგრამ ეს არის ის, რასაც ხალხი აკეთებს. თუ ვერ ახსნით თქვენი მოხუცი დეიდის ამ საქციელს,
ამის გამო თქვენ რა უნდა შეცვალოთ და ეჭვის ქვეშ დააყენოთ, რასაც წმინდა წერილი გვეუბნება? განსაზღვრეთ სიტუაცია წმინდა წერილის საფუძველზე. ამიტომ გადადით 1 იოანეს ადრეც ვთქვი ჩვენ ეს რამოდენიმეჯერ აქ მეორე თავის 19-ში და სადაც ნათქვამია ისინი ჩვენგან იმიტომ გავიდნენ, რადგან ჩვენგანი არ იყვნენ. ისინი ჩვენგან გავიდნენ, რათა ცხადეყოთ ის ფაქტი, რომ ისინი ჩვენგანი არასოდეს არ ყოფილან. ისინი რომ ჩვენგანი ყოფილიყვნენ, ისინი ჩვენთან დარჩებოდნენ. ხედავთ? თავარი ის არის, რომ ამას ბიბლიურად ვერ დაიცავ. ასე რომ ეს არის ექსტრაპოლაცია გამოცდილებიდან, პირადი გამოცდილებიდან. უნარობა რეალურად აღწერო ის, რაც ხდება მავანი ადამიანის ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ თქვა, რომ მან დაკარგა ხსნა, იმიტომ რომ არსებობს კიდევ მათთვის სხვა ხსნა, მეორე გაგება ხსნაზე. და მეორე გაგება ხსნაზე არის ის, რომ თავიდან ისინი არასოდეს გადარჩენილად ჭეშმარიტად. კიდევ სხვა მიდგომაზე გადაგიყვანთ. ბიბლია ამბობს, რომ ისინი, ვინც გადარჩნენ ქრისტეში, ისინი უკვე არჩეული იქნენ სამყაროს დაარსებამდე. ხო მართალია? ასე რომ ვინც მან აირჩია ქრისტემ, მან გამოისყიდა და ის გამოისყიდა თავისი სუვერენული არჩევანის გამო. და იოანეს წერილის 6 ამბობს იოანეს სახარების 6 თავში იესომ თქვა: ყველაფერი, რასაც მამა მომცემს, ჩემთან მოვა. და მე რა? და ფლორა პასუხობს: არცეც არ დავკარგავ. დიახ, არცეთ მათგანს და მე აღვადგენ მათ ბოლო დღეს. მაშასადამე მორწმუნის უსაფრთხოება დაკავშირებულია მარადიული სიცოცხლის ხასიათში, რომელიც არის მარადიული ხსნა და იგი დაკავშირებულია ღვთის განჩინებით და არა ჩვენი საქმეებით ან ჩვენი ძალებზე. და ეს ასეა ბიბლიურად. ასე რომ იდეა რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა, ეს არის მხოლოდ ადამიანური გაუგებრობის დაკმაყოფილება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რადგან ადამიანებს არ შეუძლიათ და ვერ არკვევენ რა მოხდა თავისი დეიდის თუ მამიდის ცხოვრებაში, ამიტომ ისინი განსაზღვრავენ, რომ თქვენ შეგიძლიათ თურმე დაკარგოთ თქვენი ხსნა. ახლა ნება მომეცით მოგცეთ კიდევ ერთი აზრი. მე ფიქრობ, ადამიანება გამოიგონეს დოქტრინა იმის შესახებ, რომ თქვენ შეგიძლიათ დაკარგოთ თქვენი ხსნა. ეს არის ის, რომ მათ არასოდეს ქონიათ საკმარისი ძლიერი ხსნა დასაწყისშივე. ისინი უშვებენ ეკლესიაში და ნათლავენ ძალიან ბევრ ადამიანს იაფად და იოლად. შემდეგ კი, როდესაც ასეთი მავანი პიროვნება, ვითომ მორწმუნის სახელს რომ ატარებს, გირაოს იხსნიან, ანუ ფარხმალს ყრიან და ეკლესიას ტოვებენ. და ისინი ეჭვეშ გაყენებენ ხსნის მარადილობას. იმის მაგიროდ, რომ თავიდანვე ეჭვეშ გააყენონ ამ ინდივიდის თავდაპირველი ხსნის ლეგიტიმურობა. ნამდვილად გადარჩენილია და ნამდვილად ხსნილია ესეთი პიროვნება თუ არა. ნამდვილად დაიბადა თუ არა. მოგეხსენებათ ებრაელთა წიგნში ნათქვამია, შენ გადარჩები თუ გააგრძელებ რწმენაში ყოფნას. თუ გააგრძელებ, თუ არ ჩამოიშლები, თუ არ დაყრი ფარხმას. და ეს მართალია, იმიტომ რომ თუ არ ჩამოვარდები, ჩამოიშლები, შენ ამითი ამტკიცე, რომ შენი ხსნა ჭეშმარიტი იყო და ნამდვილი. მაგრამ თუ დანებდებით სატანას, თქვენ ცოდულ ბუნებას ან წუთისოფლს, თქვენ ამითი დაამტკიცებთ, რომ ეს თქვენი რწმენა და ხსნა თავიდანვე, თავდაპირველადვე რეალური არ ყოფილა. ასე რომ ფიქრობ, შესაძლოა ამ აზრებმა თქვენ გარკვეულწილად გზაზე დაგაყენოთ და დახმარება გაგიწიოთ. ჭეშმარიტი ხსნა იწვევს ახალ ქმილებას, ახლიდან ზეციურ შობას. თქვენ ხელახლად იბადებით მარადიული სიცოცხლისათვის და მხოლოდ ასე აღწერს ამასაც ბიბლია, რომ ეს სამუდამოა და მარადიული. გმადლობთ ჯონ. და ჯონი, ფლორა, პრობლემა არის ჩვენი სუსტი დოქტრინა სულის ხსნის შესახებ, რომელიც მერე გვიქმნის ამ ხელა უბედურებას და ასევე შემოაქვს შიში. გმადლობთ.